ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად 2008 წლის 10 აგვისტომდე და 2008 წლის 11 აგვისტოს მერე. წინა ცხოვრებაში დარჩა ის არჩილ აგულაძე, რომელმაც არ იცოდა ის ტკივილი რა იყო. არ მინდანია არასდროს ჩემი გადაწყვეტილება, რომ ავღანეთში გადავწყვეტე მსახური. დღესაც იგივე ნაბიჯებს გადავდგამ და არც შევცვლი არაფერს. ბრიგადაში შემოსვლისას შემოგვხვდებათ წინ დაღუპული გმირების მემორიალი. უმრავლესობა ჩემი თანამებრძოლი იყო. მათთვის ომი იქ დამთავრდა. მე გადავრჩი ცოცხალი. ჩემთვის გმირობა არის სამშობლოსადმი სიყვარული. აი ეს არის ჩემი გმირობა. ეს სამხედროები დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბენეფიციარები არიან. ფონდის, რომელიც 2018 წელს სილქნეტმა დააფუძნა და რომელიც მას შემდეგ დაჭრილ მეომრებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. 2024 წელს ფონდი კიდევ 100 მეომარს დაეხმარა დაუფინანსა გადაუდებელი ოპერაციები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. მედიკამენტებით, სამედიცინო კვლევებითა და რეაბილიტაციის კურსით უზრუნველყო ისინი და სხვადასხვა ფორმით დაეხმარა მათ მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს. 2024 წელს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა 1,97,000 ლარი მოახმარა მათ, ვინც ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ღირსეულად იბრძოლა. ფონდმა მათ თანადგომა გაუწია ჯანმრთელობის, სოციალური ადაპტაციისა და განათლების მიმართულებით. 2024 წელს გამორჩეული იყო ფონდის მთავარი დონორის სილქნეტის შემოწირულობაც. 300,000 ლარის ნაცვლად, რომელსაც კომპანია ფონდში ყოველწლიურად რიცხავს, გასულ წელს დონაციამ 791,000 ლარი შეადგინა. 5 თებერვალს ფონდმა საზოგადოებას 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ღონისძიებაში ფონდის ბენეფიციარების საჯარო და კერძო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, ელჩები და სამხედრო ატაშეები მონაწილეობდნენ. 2025 წლის დასაწყისიდან დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს უკვე შეუერთდნენ პირველი დონორები. ამ დროისთვის ფონდში ჯამურად 264,855 ლარია გადარიცხული. თანადგომის გამო შეკრებილებს Silk Road ჯგუფის დამფუძნებელმა და ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი რამიშულმა ამგვარად მიმართა. ჩვენი გმირი მეომრების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელზეც მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციის მისწრაფება. ამის დასტურია ის ფაქტი, რომ ყველა ასეთ შეკრებას ყოველთვის ამდენი საერთაშორისო მისიის წარმომადგენელი, ამდენი ქართული საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ფონდის საერთაშორისო მეგობრების, ჩვენი დაჭრილი მეომრების ურყევი მხარდაჭერისთვის. ამ რამდენიმე დღეში ქართულმა ბიზნესებმა და კერძო პირებმა უკვე 300,000 ლარამდე ჩაირიცხეს ფონდის ანგარიშზე, რაც სილქნეტის ყოველწლიურ 300,000 ლარს დაემატა. ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ 2024 წელს ერთობლივად გაწეულმა თანადაფინანსების თანხამ 1,70,000 ლარი შეადგინა. ვფიქრობ, რომ 2025 წელსაც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას და შევძლებთ, რომ 1,000,000 ლარზე მეტი მოვახმაროთ ჩვენი დაჭრილი მეომრების და მათი ოჯახების საჭიროებებს. ღონისძიებაზე დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის 2024 წლის ანგარიში ფონდის და სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა დავით მამულაიშვილმა წარადგინა. ანგარიშის მიხედვით 2024 წელს ფონდმა შემოწირულობის სახით 1,97,459 ლარი მიიღო. აქედან 929,355 ლარი იურიდიულ პირთა შემოწირულობაა. 168,104 ლარი კი ფიზიკურ პირთა შენეტანია. 2024 წლის განმავლობაში ფონდისა და თავდაცვის სამინისტროს 50%-იანი თანადაფინანსებები 17-მა ბენეფიციარმა მიიღო, რაშიც ჯამურად 1,70,000 ლარამდე დაიხარჯა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ფონდს ჩვენი მებრძოლებისთვის, ჩვენი მებრძოლის ოჯახებისთვის. მე პირადად ძალიან დიდი დახმარება გამიწია ამ ფონდმა. შარშან 2024 წელს აღმომაჩნდა საყლაპავი მილის პრობლემა. საქართველოში ვერ მოხერხდა ჩემი ესე რომ ვთქვათ ოპერაციის ჩატარება და მომიწია თურქეთის რესპუბლიკაში ოპერაციის გაკეთება, სადაც თავდაცვის სამინისტრო, დაჭრილ-დაშავებულთა დეპარტამენტი და ფონდი გვერდში დამიდგა, როგორც მატერიალურად, ასევე უზრუნველყოფილი ჩემი ჯანმრთელობა დღემდე. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დაჭრილ-დაშავებულთა თანადგომის ფონდის განვითარება, იქიდან გამომდინარე, რომ ეხმარება ადამიანებს, დაჭრილ მეომრებს, რომელმაც არაერთი ტრავმა მიიღეს, რა თქმა უნდა, მე პირადად დამეხმარა 2024-ში ქალაქ გერმანიაში გავაკეთე ხელზე ოპერაცია, როდესაც მოხდა ჩემი რეპორტაჟირება, ასე ვთქვათ.
ორი ქვედაკიდური არ მაქვს და შესაბამისად ელექტროფები ჩანაცვლება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი რეაბილიტაცია მოხდა გერმანიაში და ამისთვის რა თქმა უნდა დიდი მადლობელი ვარ. ფონდმა უზრუნველყო 27 ბენეფიციარის სამედიცინო კვლევები და მომსახურება. იზრუნა 10 ბენეფიციარის მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე, დააფინანსა 10 ოპერაცია. 30,000 ლარით დააფინანსა 15 დაჭრილი მებრძოლის არასრულწლოვანი შვილი. 19,202 ლარი მოხმარდა 9 დაჭრილი მებრძოლის პროტეზირებას, პანდუსის მოწყობას ეთლით მოსარგებლეებისთვის და ადაპტაციის სხვა საჭიროებებს. ამასთან ათასობით ლარი გამოიყო სამხედრო მოსამსახურეების განათლებისა და ოჯახების სხვადასხვა სახით მხარდაჭერისთვის. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია, ვალდებულებაში გულისხმობ იმას, რომ კეთილი ნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მაგრამ ჩვენი ემოცია რომ დავანახოთ ამ ბიჭებს, რომ ყველა ჩვენთაგანმა რაღაცა ფორმით უნდა გაუწიოს დახმარება. ზოგმა შეიძლება მატერიალური ფორმით, ზოგმა შეიძლება სულ რაღაც თავისი ემოციის გამოხატვით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფონდიც ერთ-ერთი აი ამ ბევრი მრავალი თემიდან, რომელიც ბიჭების დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის არის, ერთ-ერთი ეს ფორმატი არის, რომ ვეხმარებით როგორც დაჭრილ მეომრებს, ისე მათი ოჯახის წევრებს, არასრულწლოვან შვილებს, მეუღლეებს და მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ძალიან კეთილი საქმეა, ძალიან დიდი კეთილი საქმეა, რასაც ერთიანობაში ყველა ვაკეთებ. თავდაცვის სამინისტროც, ვეტერანთა სამსახურიც, ჩვენ სილკნეტიც და ყველა ის ფიზიკური პირი, რომელიც თუ გინდა ერთ ლარს მაინც შემოწირავს ამ ფონდის ანგარიშზე. ღონისძიებაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდსა და თავდაცვის სამინისტროს შორის. მემორანდუმი პარიტეტულ საწყისებზე ბენეფიციართა ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს. წლების განმავლობაში ჩვენმა ოფიცრებმა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიპოვეს ძალიან დიდი პატივისცემა. პატივისცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. არაერთხელ დაუმტკიცებიათ მათ, რომ არიან პარტნიორები, საიმედო პარტნიორები და ყველა ოპერაციის დროს, როდესაც ქართულ ჯარისკაცს, ქართულ ქვედანაყოფს მიუღია მონაწილეობა, ისინი გამოირჩეოდნენ მაღალი პროფესიონალიზმით და გამოირჩეოდნენ საიმედოებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო მას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში ჩვენ საზოგადოებაში თავდაცვის ძალები, ქართული ჯარი არის ყველაზე დიდი დობის მატარებელი ინსტიტუცია და ეს მართლაც ბევრს ნიშნავს. ამიტომაც მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ნდობა მნიშვნელოვანია, რომ ასევე გარდაიქმნას და გამოიხატოს სხვა მხარდაჭერაშიც. ღონისძიებაზე შეკრებილებს მიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის ბორდის საპატიო წევრმა, საქართველოს საპატიო კონსულმა სამხრეთ კაროლინაში დევიდ შიმპმა. It has truly been an honor to be associated for so many years. მრავალწლიანი კავშირი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდთან ნამდვილად დიდი პატივია. ფონდმა ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოს დაშავებული ჯარისკაცებისთვის, ხილული და უხილავი ჭრილობებისთვის და მათი ოჯახებისთვის სხვადასხვა სახით. ფონდი აგრძელებს წინსვლას ახალი და იმდენად მნიშვნელოვანი ინიციატივებით, როგორიცაა დაჭრილთა შვილების განათლების მხარდაჭერა. ასევე ისეთი უნიკალური პროგრამით, როგორიცაა ჯარისკაცების საფარიში. ეს საერთაშორისო დაფინანსების პროგრამა არის ომში მიღებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე ვეტერანებისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხანგრძლივი მეგობრობა და უაღრესად პატივსაცემი პარტნიორობა აკავშირებდა ქართულ სამხედროებთან, განსაკუთრებით ერაყსა და ავღანეთში. ასევე დიდი სიყვარული ქართველ ხალხთან. დაჭრილი მეომრების არასრულწლოვან შვილებს მხარს ბრიტანეთის საელჩოც უჭერს. საელჩო მათ ინგლისური ენის შესწავლაში ეხმარება და სპეციალურ სასწავლო კურსს თავაზობს. დიდი პატივია დაჭრილი მეომრების ყოველწლიურ ღონისძიებაზე დასწრება. ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ქართველ ვეტერანებთან ერთად გაკეთებულ საქმეებს. გვახსოვს მათი თავგანწირვა თავისუფლებისა და ყველა ჩვენგანისთვის. მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ მათი ოჯახები, ვინც ჩვენთვის იბრძოლა. ცოლები, დედები და განსაკუთრებით შვილები. ამიტომ ბრიტანეთის საელჩოში ძალიან გვიხარია, რომ პროგრამა წელსაც გაგრძელდება. დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის დაფუძნებიდან 2018 წლიდან მოყოლებული ამ ფონდში შეტანილი თანხა გამუდმებით იზრდება და ამ დროისთვის საერთო ჯამში 5 მილიონი ლარი შეგროვდა და დაიხარჯა. დაიხარჯა იმ მებრძოლებზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.